გავამწვანოთ საქართველოს. ჩვენი ჟურნალისტი თაკო ასათიანი ამჯერად მუხაწყაროში წავიდა ნანა თალაკვაძესთან და ის ახლა მოგვიყვება ამბებს როგორ არის ნანას ეზო გამწვანებული. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. გრძელდება ჩვენი სოციალური კამპანია მოყვარულ მებაღეთა კლუბ სოსანთან, თბილისის მერიასთან და თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ერთად და მე ვიმყოფები დღეს ამჯერად მუხაწყაროში ქალბატონ ნანა თალაკვაძესთან სახლში, ულამაზეს გარემოში, საოცარ გარემოში. უღრმესი მადლობა ამისთვის ქალბატონო ნანა. ნამდვილად არნახული სილამაზეა, მსგავსი სურნელიც არასდროს მიგრძნია და მე პირადად მოყვარულ მებაღეს თქვენ ვერ დაგარქმევთ. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რომ მოგვიყვეთ? როგორ დაიწყო თქვენი უშუალო შეხება მცენარეებთან? ესე იგი, ოცნებად მქონდა რომ ბაღი გამეშენებინა. და როდესაც გაჩნდა პირველი შვილიშვილი და გაჩნდა აგარაკის საჭიროება, ნუ გაჩნდა ეს ეზოც და მინდა გითხრათ რომ აქ იყო ტალახი. აქ ეს არაფერი არ იყო. ნამდვილად, ეხლა თქვენ შეიძლება მართლა ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ აქ არაფერი არ იყო და დავიწყე, ნუ, რა ვიცი, ვეძებდი ლიტერატურას, ინტერნეტში ვეძებდი მასალას და ნუ რაღაცა ცოდნა დაგროვდა. მე პრაქტიკა მოვიდა, მე პრაქტიკა მიკარნახა და გაჩნდა ეს ყველაფერი სადღაც ამ ბოლო 7 წელიწადში, 8 წელიწადში და აი რა ვიცი, რა გითხრათ, ეხლა ეს ამ ყველაფერს ნელ-ნელა თქვენთან სწავლობდით, ანუ გარდა ლიტერატურისა, ალბათ პრაქტიკაშიც მოდიოდა. დაიწყეთ ულამაზესი მცენარეებით, მერე გაიზარდა ეს მცენარეები, აი მთელ აივანზეა მოდებული. ეს სხვათა შორის აივანს იმიტომ გავაყოლე, რომ ბავშვები რო დარბოდნენ, ეკლიანი რო იყო, არ მიკარებოდნენ. ანუ თან პრაქტიკული უნდა იყოს სილამაზე. თქმა უნდა და მე იცით რა, აი ეს ახლა უკვე როდესაც დაყვავილდება, ცვივა ეს ვარდის ფურცელი და რაღაცა თეთრი თოვლივით არის და საოცარი სანახავე და რაღაც კარგა ხანს რამოდენიმე დღის განმავლობაში იცით ამას არც ვიღებ სპეციალურად და ჩვენ აი ამაზე დავდივართ და ეს რაღაც საოცარი პროცესია. აქედაც ხედავთ მრავალფეროვნებას. კი. აქ იცით რა, ეს არის მრავალწლიანი მცენარეები. აი მინდა გითხრათ რომ ეს ბზები არიან პირველი მობინადრეები. ეს საოცარი ამაგარაკის პირველი ამით დავიწყე. დიახ. შემდეგ გაჩნდა მრავალწლიანი მცენარეები. ხა მინდა ისიც გითხრათ რომ მუხაწყარო 1100-მეწეა და აქ ცოტა გვიან იწყებს ყვავილობას და აი ეს მრავალწლიანი ყვავილებია მცენარეები, არაჩვეულებრივი ეს ფლოქსებია, ეს რუდბეკიები, ძალიან ლამაზებია, აი ფლოქსები არის არაჩვეულებრივი სურნელი. ესენი ხა ერთ-ორ კვირაში აყვავდება, თუ ამობძანდებით, თუ გექნებათ, რომ ამ სილამაზესაც შეხედავთ. ნუ პიონერმა უკვე დაიყვავილეს. აი ეს აი მწვანე ჩანჩქერია რაღაც ჩემი იდეა იყო. ფანტაზი. რაღაცა ფანტაზი. დეკორაციაზეც თავად ზრუნავს. დეკორაცია ხო, რომელიც უკვე ხა ეს მცენარეები ისე გაიზარდნენ, რომ თითქმის აღარ ჩანს ეს, მაგრამ ნუ მაინც თუ მივახლოვდებით. ქალბატონო ნანა, იმას როგორ აკონტროლებთ? აი, ყველა მცენარეს ხომ განსაკუთრებული და განსხვავებული მოვლა ჭირდება. ზოგს ჩრდილი უფრო მეტად ხიბლავს, ზოგს მზე, წყალი. ამას როგორ აკონტროლებთ? თუ მცენარეს ის პირობა არ შეუქმენი, რაც უყვარს, ის აუცილებლად მოიწყენს. აი, რაც არ უნდა მოეფერო, თუ თქვა ჩრდილი უყვარს, აი ხა ეს შადრევანი მაგალითად თუ მქონდა რაღაც იდეაში ესეთი პაწუკარ ლამაზი რაღაცა და ეს თასები შევიძინე, მე წავიღე ელიავაზე ხელოსასთხო რომ ესე ამიწყეთქო და მოკლედ ეს ბალზამინები ისე მომეწონა, ჩავრგე და მინდოდა იქ ცენტრში მზეზე დამედგა. როცა მოიწყინეს, მე მივხვდი რომ ბალზამინები ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარე გადმოიყვანე ჩრდილში და უკვე არაჩვეულებრივად გზნობენ თავს. ეხლა ეს გორტენზიაც ესეც სუბტროპიკული მცენარეა. ეხლა აქ მომავალ წელს მთლად ესეც სილამაზეს ვეღარ შეინარჩუნებს, მაგრამ რა ვიცი მოვეფერები, რაც უყვარს ისეთ მჟავენიადაგ შევუქმნი, რა ვიცი წყალს არ მოვაკლებ და ვნახოთ. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობთ ყველა მცენარეზე და თქვენი ოცნება. საოცარი რაღაცა იმდენად მიყვარს ვარდი, ნუ რა ვიცი, რაღაც ღიღინებდი კიდევაც რომ მინდა შენთვის ვარდის ბაღი გავაშენეთქო და აი ეს რაღაცა საოცრება მართლაც გავაშენე და ნუ არ ვიცი, იცი. მრავალფეროვნება და სილამაზე. სურნელი, ფერთა გამა, ნუ მე მაინც თეთრი ვარდები მიყვარს ძალიან, მაგრამ აი ხა ის წითელი ნახეთ, ძალიან დაბალზევს ხლა, მაგრამ მაინც საში მიდის. საოცარია, აი საოცრებაა პირდაპირ. აქ ნახეთ იასამნის ფერი, მალინის ფერი. აი ეს როგორი
ორი ფორმის რაღაც ფრანგული კოკორია, აქ იყო პიონვარ და ეხლა ცოტა შემჭკნარე ეს პირველი ტალღაა ყვავილობის და არაჩვეულებრივი სურნელი, აი სტაფილოსფერი ვარდი, რა ვიცი, რა გითხრათ. აი ეს თეთრები, ისეთი უპრეტენზიოები, ამას წამალია არ ჭირდება, აი დანარჩენებს ჭირდება. ამას წამალი არ ჭირდება. აი ეს ესე გადაიპენტება თეთრად, და თეთრ თოვლს ვეძახი, მე ეს არის თეთრი თოვლი რაღაცა. ნამდვილად ულამაზესია და დარწმუნებული ვარ, რომ განტვირთვის საუკეთესო საშუალებაც არის დამღლელი სამსახურის და სამუშაო დღის შემდეგ ამის ყურება დიდი ბედნიერება. იცი რა, ფიზიკურად მართლა იღლები ადამიანი, მაგრამ სულიერად ისვენებ. ეს არის სულიერი სიმშვიდე. ეს არის აი რაღაცა უზარმაზარი რელაქსაცია და არ ვიცი ხანდახან გამოპარული ვარ საღამოს ოჯახის წევრებს გამოპარული ვარ. ძიმე დამღლელი სამუშაოს შემდეგ მართლა კანონპროექტს რო უშვებს სესიაზე ყველა გვერდზე ხელს ვაწერდა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და აი ეს დაღლილი სამსახურიდან გამოგცეულ ვარ, შემომირბენია, ვთქვათ რაღაცა ფოთოლი შემიცლია, იქ მიმისხურებ ეს და გავქცეულ ვარ, ისე რომ არ ვიცი. უყურადღებოთ ვერ ტოვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ვერ მიატოვებთ, ნამდვილად დარწმუნებული ნუ ჩემო. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება თქვენი ბაღი უახლოეს მომავალში. აუცილებლად გესტუმრებით. ჩემ ახლობლებსაც სულ ვეუბნები, რომ ამოდით, ნახეთ, დატკბით ამ სილამაზით. მე ეს მარტო ჩემთვის არ გამიშენებია. მინდა რომ რაღაცა ყველა მისიამოვნოს ამითი და ვისაც საშუალება აუცილებლად პირობას გაძლევთ, რომ კიდევ ვისიამოვნებთ თქვენი ბაღით. მაყურებელს დავემშვიდობოთ, ჩვენ დაგემშვიდობებით და გეტყვით, რომ ერთად გავაშენოთ, გავამწვანოთ საქართველო. ნახვამდის. დიდი მადლობა, ეს თაკო ასათიანი იყო.